გამარჯობა, როგორ ხართ ჩემო კარგებო? მოგესალმებით ყველას. ესე იგი, ეს ჩემი თაიგული დავშალე და არ ვიცი ამაში ჩავდე, მაგრამ მაინც მოწყენილია ეს ყვავილი და რა გავაკეთო, ძალიან ვიწროდ არის მე მგონი და აღარ ვიცი რა ვუყო. ესე უფრო ლამაზია ვიდრე თაიგული, შეხედეთ როგორ აი ამ ქილაში ჩავდე. ფანტიკი მაგრად შევკარი, ხო? აი რა ლამაზია. მოუხდა ესე უფრო. გაზაფხულის მოსვლას გილოცავთ. აქ დავდებ ყვავილებს, მე მგონი იმიტომ მოწყენილი, აი ეს ყვავილი არის მოწყენილი. მე მგონი იმიტომ რომ თბილა იქით. შეიძლება მაგის ბრალი იყოს, ძალიან ლამაზია. ვარნაკივით არ არის ახლა ეს ბოთლი. სურნელი აქვს, აი მიყვარს ასეთი ყვავილები. რომ სურნელი აქვს. ბავშვობას მახსენებს. მინდორში ყვავილებს რო კრებდი. როგორ ხარ? ჩვენ გაცოცხლებდა. ესე იგი, დაგეკარგეთ ეს დღეები. კბილი მტკიო და მტკივა ისევ და არ ვიცი რაიმე გავლენა თუ აქვს ამას, მაგრამ ყელიც მტკივა და ამიტომ დავდივარ ესე შეფუთული, ესე დავიძინე. გუშინ მოვიფიქრე, რომ რაღაცა მინდოდა, რომ შარფი შემომეხვია და სხვათა შორის ცოტა მიშველა. ისე გამაბროა მწამლებმა და რაღაცა, რომ საერთოდ არაფერი არ მინდოდა. არც ადმე წასვლა, არც ვიდეოს ჩაწერა. არაფერი. როგორ გეკითხოთ? ეს არ ვისწორებთ მას. იმიტომ რომ თმას აცხიმიანებს. აი რატომ? ბალზამზეც უარი ვთქვი. და ახლა ვიყენებ მარტო შამპონს და კვირაში ერთხელ თუ გამოვიყენებ კონდიციონერს. თმის ნიღაბს უბრალოდ. მეც დედი მიგზავნა ადრე. აი ასე. გადავხედე მოკლედ ჩემს ვიდეოებს და არც ისეთი ცუდი არ, არც ისეთი ცუდი ვიდეოები არის იმის აკვალობაზე, რომ ხშირად ვერ ვახერხებდი ისე გადაღებას, როგორც მინდოდა და რაღაცები ისე არ იყო, როგორც მინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცუდი არ არის. ხო. ამიტომ ეს ეტაპი ასე ვთქვათ, გავიარე თქვენთან ერთად. ყველა ადამიანის, თითოეული ადამიანის, რომლებიც იყავით ჩემთან თავიდან, სულ პირველი დღიდან. შემდეგ ყველა ადამიანის ძალიან მადლობელი ვარ. მადლობას გიხდით. არ ვიცი, ასე თუ ისე რაღაცნაირად ალბათ მაინც მოვახერხე საკუთარი თავის გამოხატვა, იმდენად რომ ზოგიერთი ადამიანი მაინც დარჩენილი იყო ბოლომდე ჩემთან. და ასე ვთქვათ,
ჩემი მხარდამჭერი ყოფილი იყო ბოლომდე და არის. იცი რომ ასეთები ხართ და ძალიან მიხარია და მადლობელი ვარ რომ ამის გაგების და ცოდნის საშუალებას მაძლევთ და ამ დღეებშიც ვინც მითხარით თუ უყურებთ ამ ვიდეოს თუ უყურებს მიხვდება რაღაცნაირად მასევდიანებს ეს სიხარულთან ერთად სევდაც მომანიჭა ასე ვთქვათ ჩემი ვიდეოების ყურება ეს მე ვარ ჩემი თავი რომელიც სიხარულსაც მანიჭებს და სევდასაც და ერთი მეორის გარეშე არ ვარ ასეა დავინახე ეს აშკარად რომ ეს არ არის უბრალოდ ფიქრობ რომ ეს არის ადამიანის ბუნება როგორიც არის იმის ნაწილია განუყოფელი და ასეა მოკლედ ხო მადლობელი ვარ და აფასებ თქვენს დროს თქვენს განწყობას ჩემს მიმართ თქვენს კომენტარებს სითბოს სიყვარულს და ყურადღებას ზრუნვას რომელიც გამოიჩინეთ ჩემს მიმართ და ამ ყველაფერს არ დავევიწყებ რა თქმა უნდა ჩემთან დარჩება თუკი ერთიანად ვიტყვი მადლობას ვეტყვი იმ ადამიანებსაც რომლებსაც არც ისე მოვწონდი თავიდანვე ან მერე აღარ მოვწონდი არ ვიცი რომლებიც მაკრიტიკებდნენ თუ იმ საკითხის გამო ის ადამიანები რომლებიც შეიძლება არც მეუბნებოდნენ არც დაუწერიათ არასდროს კომენტარი არ გამოუხატავთ აზრი მაგრამ სხვაგან გამოხატავდნენ ჩემს შესახებ აზრს ყველას ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ როგორც იმ ადამიანების მხარდაჭერა ზრუნვა სიყვარულის გამოხატვა და აქამდე ვინც მომყვებოდა მათი თანადგომა რაც ვიგრძენი მე დამეხმარა ასევე დამეხმარა თქვენი უარყოფითი კომენტარებიც რაღაცების გაცნობიერებაში და ის ადამიანები ძალიან ბევრი არ არის რა თქმა უნდა მაგრამ საკმარისია ჩემთვის რომ რაღაცებზე გავჩერებულო მე მქონდა სადღაც 900-მდე ვიდეო და ცოტა რთული პროცესია ეგ სათითაოდ ყველა ვიდეო უნდა ვნახო დავიწყე უკვე და ჩამოვედი სადღაც 500 რაღაცა არის ნახევარი თითქმის ნახევარი ვიდეოები აღარ არის არხზე და შემდეგი ნახევარიც მთლიანად შეიძლება არა რაღაც გარკვეულ ვიდეოებს დავტოვებ ალბათ მაინც რაღაცა ძველი ვიდეოც რომ იყოს ნუ პრინციპში კი არ ვშლი ამ ვიდეოებს უბრალოდ ვინახავ ჩემთვის მარტო ჩემთვის იქნება ხილული და მინდა შევცვალო შეიძლება ითქვას ფორმატი ჩემი ვიდეოების პირველ რიგში იმისთვის რომ მე ვიგრძნო თავი უკეთესად პირველისად ამისთვის და მეორე რიგში ყველასთვის კარგი იქნება ესე ვფიქრობ ყველა ადამიანისთვის ჩემს ირგვლივ ვინც არის დავფიქრდი ძალიან ბევრი ვიფიქრე როგორ დავიწყე რა ხდებოდა რანაირად განვითარდა ყველაფერი შეძლე თუ არა ის რა მიზანიც მქონდა როცა ახს ვაკეთებდი პრინციპში მადლობელი ვარ მადლიერი ვარ საკუთარი თავის და იმ ადამიანების ვინც პირველი დღიდან არსებობენ დღემდე არიან ის ადამიანები რომლებიც მეკონტაქტებიან ჩემთან ლაივში შემოდიან TikTok-ზე ვთავ ხოლმე ლაივს და ბოლო დღეებშიც მითხრეს
ძალიან მადლობელი ვარ, მე არსად არ მივდივარ, არავინ არ იფიქრებს, სადმე მივდივარ და იმიტომ დავიწყე ეს საუბარი. რაღაცნაირად რაღაცნაირად აღელდი, არა და მეგონა რომ მზად ვარ უკვე ამ საუბრისთვის. გადავხედე ვიდეოებს, იცით, ეს ბოლო 2 კვირა ვუყურებდი. არც ისეთი ცუდი გოგო ვარ. მე კი ვუყურებდი ხოლმე, როცა ვამონტაჟებდი, მაშინ ვუყურებდი ხოლმე ჩემს ვლოგს, რომელსაც ვდებდი. ყველა არ მინახა, რაღაც მნიშვნელოვანი ამანაც მომცა და ვფიქრობ, სწორად გამოვიყენებ თითოეულ, ასე ვთქვათ, მომენტს ჩემს ცხოვრებაში, ვეცდები ყველანაირად. ეს ეტაპი, როდესაც მეგონა რომ ადამიანებს ვუზიარებ, არა მარტო ჩემს აზრებს და ინტერესებს, ან შეიძლება ჯერ კიდევ არ არსებულ რაღაცას ჩემს რეალურ ცხოვრებაში რისკენაც ვისწრაფვი და რაზეც ვოცნებობ და რაც მინდოდა გამეკეთებინა, არამედ იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, ამას ვაზიარებდი და მეგონა რომ კი ძალიან ბევრ ადამიანს მოუწერია ჩემთვის და უთქვამს, რომ ძალიან დაეხმარა ჩემი საუბრები და მე მეგონა ვფიქრობდი, რომ იმიტომ ვაჩვენებ თუნდაც როგორ ცხოვრობ, ისე დეტალებში არა, რადგან ეს ძალიან უხერხული არის ჩემთვის და არაკომფორტული, თუმცა შემეძლო უფრო დეტალურად გამეზიარებინა ადამიანებისთვის და იქნებ ვინმესთვის ყოფილიყო ეს, ასე ვთქვათ, სტიმული, რომ ყველაფერი შეიცვლება და უკეთესად იქნება, მაგრამ შეძლების დაგვარად ვახერხებდი ამას, რომ ასე ვთქვათ, საკუთარი თავისთვის მიმეცა ნება. ხანდახან არ მინდოდა, მაგრამ მაინც საჭიროდ ვთვლიდი. სადღაც გაჩვენებას ვთვლიდი საჭიროდ. სახლიდან სახლში გადასვლა, თუნდაც ისეთი რაღაცების გაზიარება, რისი აუცილებლობაც არ იყო, ანუ ჩემი ინტერესი საერთოდ არ ყოფილა. რომ გადამეღო ძალიან დეტალებში რაღაცები თავიდანვე ხარხს რო აკეთებდი, ჩემი მიზანი იყო, როგორ თქვა ისე, მithქვამს ადრეც, რომ აი მე ვარსებობ, მე ვარ ვიღაცა ლიკამეგრელი სადღაც ვარსებობ, მაქვს გრძნობები, ჩემი აზრები, ვუყურებ სამყაროს, ხედავ, გრძნობ და აი ეს ყველაფერი მინდოდა, რომ ის რაც ადამიანებს უფრო მეტად ემოციური, ასე ვთქვათ, არსებობა სხვა ადამიანების ცხოვრებაში და ასევე მათი არსებობა ჩემს ცხოვრებაში და ეს ალბათ ცოტა ისე მარტოსული ადამიანების მიუხედავად იმისა, როგორ ცხოვრობთ, ჩვენ ყველანი, ეს ჩემი აზრია. როცა ვრჩები მარტო, როცა ვიძინებ, ან არ ვიცი, უბრალოდ მარტო ვარ ოთახში და ეს მარტო არ არის ფიზიკური განცდა, ფიზიკური, ასე ვთქვათ, მოცემულობა, სხვა რამეს გულისხმობ და აი ამის გაზიარება მინდოდა სწორი მესიჯები, სწორი მესიჯი, ანუ ჩემი მოტივი იყო ყოველთვის, რომ რაღაცა კეთილი იყოს, რასაც ვაკეთებ, რაღაცა სიკეთის მომტანი იყოს და ხანდახან როგორც ჩანს გადავხვიე მომენტებს, ხანდახან ხო, ეს გარემოებები ყოველთვის თავის სათქმელს ყველგან ამბობს და რაღაც მომენტებში ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ როგორ გითხრათ, არასურვილებს, უფრო ვიდრე სურვილებს, იმიტომ რომ ხანდახან მიწევდა რაღაცები. ახლა არ მომიწევს, არ მიწევს და არც არასოდეს აღარ ვაპირებ, რომ ეს გავაკეთო, ერთი რაღაც გავითავისე და
მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც ხართ ემოციურები, იმპულსურები, მგრძნობიარე ადამიანები, გულთან მიგავთ სხვა ადამიანებისგან ნათქვამი, ერთი პატარა კეთილი სიტყვა და გიხარიათ ძალიან და ასევე გულთან მიგავთ რაიმე ბოროტულად ნათქვამიც და ეს თქვენს გულს ეხება, ასეთი ადამიანი როცა ხარ, რაც არ უნდა გონიერი იყო და რაც არ უნდა მესმის, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ფსიქოლოგიური რჩევები არის იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორ არ უნდა გქონდეს მოლოდინი, როგორ არ უნდა გქონდეს რაღაცა ბევრი არ იფიქროს, იცით, უნდა ადამიანი არის უკვე არის ისეთი როგორიც არის ისეთი როგორი სადაც დაიბადა, როგორც გაიზარდა, რაც გაიარა, ეს არის უკვე არსებული საკუთარ თავში და ყველაფერი მაშინ დალაგდება, როდესაც უნდა მოусმინო, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებს, მაგრამ საკუთარ თავს უნდა უგდოყური პირველ რიგში. ახტება. სათამაშოები მოკრიფენ. ხო, მოკლედ. აქეთ ოთახში კიდე ყრია მანქანები და რაღაცები და ხო, მე დავიწყე ყოველდღიურობის მოყოლაც იმასთან ერთად, რა მიზანიც მე მქონდა. ხან ვიღებდი ბავშვების ამბებს, ხან სახლის ამბებს, ხან რაღაცას, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ძალიან დიდი დოზით, ისე როგორც თქვათ, ჩემი სასაუბრო მოსასმენი ვლოგები, მაგრამ მაინც ამან გადაწყვეტა მაინც ეს არხი უფრო გახდა ასე ვთქვათ, ყოველდღიური ვლოგების ფორმატი ესეთი იყო და ახლა არ ვიცი რა შეიძლება რომ დავარქვა. მაგრამ ასე ვთქვათ, დავიწყებ მეორე ეტაპს და დავიწყებ სხვა ფორმატით, სხვანაირად. როგორ გამომივა ეს და რა გამომივა, არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, უბრალოდ ერთადერთი რაც მინდა ძალიან ის არის, რომ არ იქნება ვეტყვი პირდაპირ ადამიანებს, არ იქნება სახლის ამბები, არ იქნება ვლოგები ყოველდღიური რაღაცა ცხოვრების სახლში რა ხდება, სად მივდივარ, სად მივდივარ, ახლა შეიძლება ისეთი ვიდეო თუ გავაკეთე, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ, თქვათ, სადაც მივდივარ იმ ადგილს და მინდა რაღაცა ამბის მოყოლა, გაზიარება კი, მაგრამ ეს ძალიან ისეთი ამბები, რომელიც არ იყო თავიდანვე ჩემი ინტერესი დიდად, მაგრამ გამოცდილება მივიღე და აი ამ გამოცდილებებიდან გამომდინარე გადავწყვიტე საბოლოოდ, რომ აღარ გადავიღებ ასეთ ვიდეოებს და რა თქმა უნდა დარჩება იმ ადამიანებისთვის ვამბობ, ვისთვისაც საინტერესო იყო ჩემი მოსმენა და მთავარი იყო ჩემი მოსმენა და ვისთვისაც საინტერესო ვარ მე როგორც მოსაუბრე. ეს დარჩება, რადგან ჩემი ინტერესი არის ეს, ყველაზე დიდი ინტერესი, რომ ვისაუბრო ცხოვრებაზე, ადამიანებზე, იმ გამოწვევებზე, ფსიქოლოგიური, სულიერი, მენტალური, რა გვაწუხებს ჩვენი სიხარულები და არტები და ასე შემდეგ. აი მინდა ის ადამიანი ვიყო, მარტო რო დარჩები, რო დაღამდება მარტო რო დარჩები და რო გაიფიქრებ, რომ ახლა შეიძლება მოვუსმინო მას, ახლა შეიძლება ერთად ვიყოთ ამ მომენტში. ხო.
ცოტა გულიც მწყდება, გულის წყვეტაც მაქვს და თითქოს მენანება, მაგრამ არა უშავს ალბათ ეს ყველაფერი სასიკეთოდ ხდება, რადგან მე უკვე დიდი ხანია შინაგანად ჩემი, ასე ვთქვათ, ჩემი სინდისი, ჩემი რაღაც შინაგანი ხმა მეუბნებოდა ლიკა, შეწყვიტე ეს, აღარ გააკეთო, ნუ არ იღებ ამას, ეს შენ აღარ გჭირდება. ამის დრო უკვე ამოწურა მან თავისი თავი. ხო. ამოწურა მან თემებმა თავისი თავი, ასე ვთქვათ. ამიტომ მე ვემშვიდობები ჩემს ძველ, ასე ვთქვათ, ვლოგებს, რომლებიც უკვე 2 წელია. ახლა არის მარტი, ხო, ესე იგი ივლისში იყო 2 წელი. 2 წელი და 8 თვე მოვედით აქამდე. ზუსტად 3 წელი გახდება ივლისში. მოკლედ, 2 წელი და 8 თვე ვიღებდი ასეთ ვიდეოებს და არ ვიცი, მე მგონი საკმარისია იმისთვის, რომ ასე თუ ისე ადამიანი მიხვდეს და გაიგოს როგორი არის, ასე ვთქვათ, ისეთი ადამიანების ცხოვრება საქართველოში. თუმცა, საქართველოში ცოტა ისეთი მაღალი ნათქვამია, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ადამიანები საქართველოში. ძალიან მაინტერესებს. არა ისე, როგორც ჩვენ ვიცით, როგორც ინფორმაცია, არა. სხვანაირად. თუმცა მაგაზე მე ვისაუბროთ. კიდევ 500 ვიდეო არის, ალბათ სადღაც შეიძლება ზოგიერთ ვიდეოს დავტოვებ, მე და კატო რო ვართ მაგალითად, ეს ვიდეოები დავტოვე. ბავშვებთან ვიდეოებს არ ვტოვებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩემს სახლზე აღარ იქნება ბავშვების ვიდეოები. ამიტომ ვწუხარ თუ კი ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან ისეთი იყო ეს ვლოგები და ასეთი ვლოგები მოსწონდა, ძირითადად მე მაინც ხშირად მესმოდა, რომ ასეთი არა, ესეთი უნდა იყოს, ისეთი არა, ასეთი უნდა იყოს და ვერ ვუხსნიდი ადამიანებს, რომ ესეც კი ბევრი იყო ჩემთვის. როცა ბავშვებს ვლოგებდი, კი მომწონდა ეს, რომ დავინახე ახლა ვათვალიერებდი ვიდეოებს ძველს და ლილუ როგორი პატარა, ელა და ლუკა როგორი საყვარლები არიან ერთად, როგორ იმ სახლში როგორ ვიყო, სხვადასხვა სახლში გადაღებული ვლოგები და ვიტირე, იცით რამდენი ვიტირე, ძალიან ბევრი. მე რა თქმა უნდა გადავიღებ ჩემს შვილებს, ისედაც იმდენი ვიდეო მაქვს ჩემი შვილების. უბრალოდ აღარ მინდა თუ ვიქნები განსახილველი ან ვიღაცისთვის მაინც და მაინც არ ვიქნები მოსაწონი ჩემი საქმით, რასაც მე გავაკეთებ, ეს იქნება მარტო ჩემს მიმართ და არანაირად არ შეეხება სხვა ადამიანებს, არასდროს. და მე მიიღე ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა გული მწყდება რაღაცაზე, მაგრამ ვიცი რომ სწორად ვიქცევი. იმიტომ რომ დრო დადგა ცოტა მეტი განვითარების, დრო დადგა ცოტა მეტი მუშაობის საკუთარ თავზე. მოკლედ, მადლობელი ვარ, ძალიან დიდი მადლობა ყველას. და დარჩება ჯერჯერობით ისე კონკრეტულად არ ვიცი როგორნაირად, მაგრამ ვფიქრობ, რომ რასაც ბავშვობაში ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ. ერთი ვიდეო შემხვდა, სადაც იყო კითხვა დასმული. ოღონდ ამ კითხვას უნდა უპასუხო ძალიან სწრაფად. თუ გაგახსენდებათ, რისი გაკეთება გიყვარდათ ძალიან ბავშვობაში? ან რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? ვინ გინდოდა რომ გამხდარიყავი ბავშვობაში? რა გინდოდა რომ გაკეთებინა? უცებ უნდა უპასუხო და
გულში უპასუხეთ ამ კითხვასო და მეც უცებ ვუპასუხე აი მომენტალურად სანამ მოусმენდი პასუხებს ადამიანებისგან, რომლებსაც ეკითხებოდნენ. ორი რამე იყო ესეთი. და ის ორი რაღაცა არის ჩემს ცხოვრებაში ყოველდღიურად. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცა არ ვარ ისეთი, ვისაც ასე ვთქვათ, რაღაცა სტატუსი აქვს, ან დიპლომი უჭირავს, კარადაში დიპლომი დევს და იგრძნობ, რომ აი დიპლომი მიდევს, ესე იგი ვარ ვიღაცა. ხო და გადავწყვიტე, რომ ასე უნდა მოვიქცე. კარგი იყო ეს პატარა მოგზაურობა. ვიდეოს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ საკმაოდ კარგად გამომკლავდი. მე კიდე სულ უკმაყოფილო ვიყავი ჩემი თავით მაინც და მაგრამ მადლობელი ვარ ყველა ადამიანის და გამიხარდება თუ დარჩებით ჩემთან. მე არც ისე ძალიან მოგაწყენთ თავს ჩემი პრობლემითან, ჩემი ყოველდღიურობით, ჩემი საჭიროებებით, რაღაცეებით. მე მოვალ თქვენთან როგორც თქვენი სულის ადამიანი.